ისრაელის ცნობით ოპერაციით კიდევ ერთი ირანელი მავალჩინოსანი განეიტრალდა. დიახ. ისრაელის ოფიციალურმა პირმა Fox News უთხრა, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ისმაილ ქაიბი ღამის ზუსტ თავდასხმაში დაიღუპა. ქაიბი ხელმძღვანელობდა ირანის გლობალურ მძინინარე უჯრედებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ემუქრებოდნენ. ამ პირმა თქვა, რომ ამ კაცს ხელებზე ამერიკელების სისხლი ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ ქაიბი იყო ერთადერთი გადარჩენილი ოპერაცია ეპიკური რისხვის თავდაპირველი შეტევებისას, რომლებმაც ირანის უზენაესი ლიდერი მოკლეს. გარდა იმ 40 ოფიციალური პირისა, რომლებიც დაახლოებით 40 წამში მოკლეს, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ირანიდან ახალი სროლების ხმა ისმის. ღამით რაკეტები ისრაელის ცენტრს გადაუფრინეს, ზოგი ჩამოაგდეს, სხვებს მსხრევადი საბრძოლო მასალა ჰქონდათ. ამ ვიდეოში ნახავთ რა დარჩა აქ. თელ-ავივის შემოგარენში ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთი შენობის ქვეშ მდებარე სადგომზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ჰამადგანის რეგიონში 2 ადამიანი დაიღუპა. აქვახან დავბრუნდით იქიდან, სადაც სამხედრო სპიკერს ვესაუბრეთ, ბინებს სერიოზული ზიანი მიადგა. ეს ხდებოდა, როცა ისრაელი ბეირუთის დახრიეს უბანში ახალი ერისს ახორციელებდა ირანის მთავარ მარიონეტზე. ეს იერიშები ჰეზბოლას მიერ ისრაელის ცენტრსა და სამხრეთზე რაკეტების გაშვების შემდეგ მოხდა. აქ ნახავთ ღამის იერიშებს ლიბანში და დარჩენილს ბეირუთში. ერთ-ერთი იერიშის დროს საცხოვრებელი შენობა სრულად განადგურდა. ეხლა ისრაელი არა მხოლოდ ლიბანს, ირანსაც ახალი იერიშებით ესხმის თავს. პრეს ვიცით, რომ გუშინ რევოლუციური გვარდიის ძალები თეირანის გარშემო საკონტროლო პოსტებზე სამიზნე გახდა. ტრამპს კითხეს ირანის საფრთხეზე, ნახეთ რა თქვა მან მაშინ. ისინი დიდი ხანია საფრთხეა, მაგრამ ეხლა უკვე სერიოზულ საფრთხედ იქცნენ. მე რომ ობამას საშინელი ბირთვული შეთანხმება ირანთან არ გამეუქმებინა, 4 წლის წინ ბირთვული ომი გექნებოდათ ბირთვული ჰოლოკოსტი. და ეს ისევ მოხდებოდა ის ადგილი რომ არ დაგვებომბა. თავარი საკითხია ირანის შესაძლებლობა რაკეტების გაშვებაზე ისრაელისა და რეგიონისკენ, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა. ირანი ცდილობდა ბირთვული იარაღის შექმნას და თუ ქობიის ბალისტიკურ რაკეტას დაამაგრებდნენ, რეგიონულ მოკავშირეებს მისცვებოდნენ. ეს პრეზიდენტმა IPN სინუასთვის, მისი ძალებისა და ისრაელისთვის გარდაუვალ საფრთხედ აღწერა. The Wall Street Journal აღწერს, რას აკეთებენ ისრაელისა და ჩვენი დაზვერვის ოფიციალური პირები, რათა ქვეყანა მოამზადონ შესაძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის. და რასაც ისინი აკეთებენ არის ის, რომ ცდილობენ დაბომბონ შტაბები, ისინი ბომბავენ შტაბებს, აიძულებენ გასვლას. ამ ლიდერებს თუ ბანაკებიდან ან მიწისქვეშა გადასასვლელებიდან გააძევებენ და არიგეს, რომ სპორტულ კომპლექსებში გადავიდნენ. და როცა ისინი იკრიბებიან, შემდეგ მათ იშორებენ. ეს მათი ხელმძღვანელობის სისტემატური განადგურების გზაა. მოსადი ლიდერებს მიმართავს. შავსიაში ხარ, გაქვს არჩევანი. ახლავე წადი და შეუერთდი ხალხს, ან მოკვდები. ისინი პასუხობენ, მე წავა. შენც ბოლო დროს გაიგე მსგავსი რამ. დიახ, რა თქვა უნდა. რეალურ დროში მოქმედი დაზვერვა კულისებში ეძებს და ანადგურებს ამ ოფიცრებს. კატიბზე თავდასხმა იყო აშშ-შისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია, რომლის მიზანი ირანის ხელმძღვანელობისა და მათი გუნდის განადგურება იყო. ფუშინდელი თეირანის თავდასხმები ალყაში მოქცეულ სახმელეთო ქვეით ძალებს მიზნად ისახავთავდა. ესენი არიან ინდივიდები, რომლებიც საკონტროლო პოსტებით მოსახლეობაში შიშს თესავენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლას უშლიან. და სწორედ ამას ცდილობენ თავიდან აიცილონ შეერთებული შტატები და ისრაელი, ისინი სურთ მისცენ ირანის ხალხს მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. და რაც ჩვენ ვიხილეთ წლის დასაწყისში, იყო სწორედ ამ ხელისუფლებისა და ადგილზემყოფი ძალების მიერ ბრძანებული რეპრესიები. ამგვარად ეს რეალურ დროში მოქმედი სადაზვერვო სისტემა ამოიცნობს რეპრესიების მონაწილე პირებსა და დამკვეთებს, რომლებიც დემონსტრანტებს ავიწროებენ და ანადგურებს მათ საჰაერო იერიშებით. ჰანსელი, ასე შეიძლება გაგრძელდეს. Gbadlo Trey, Donald Trump-ა განაცხადა, რომ ირანი ესაუბრება ჩვენს ხალხს და შეთანხმება უნდა. ბრაიანმა თქვა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააგზავნა შეტყობინებები ICOF-თან, რაც ICOF-მა გამოაცხადა, მაგრამ მინისტრმა უარყო ეს. ცხადია, ჩვენ უფრო ვენდობით ტრამპის ადმინისტრაციას, ვიდრე ირანის ხელმძღვანელობას. რა არის აქ სიმართლე? ირანელები ირწმუნებიან, სამოქალაქო პირებს არ ესვრიან, მაგრამ ჩვენ ვიყავით ბინაში საწე, სადაც 2 ხანდაზმული მოკლეს.
კლასტერული საბრძოლო მასალის გამოყენებით თავდასხმაზე ამბობენ, რომ მიზანი არაა სპარსეთის ყურე, მაგრამ ყოველდღიურად ესხმიან ამ ქვეყნებს თავს, ამტკიცებენ, რომ სრუტეს არ ნაღმავენ და რეგიონს არ ემუქრებიან, მაგრამ ბალისტიკურ რაკეტებს ისვრიან აშშ-ში საელჩოს მიმართულებით ერახში და დრონებსა და რაკეტებს უშვებენ პროქსების მეშვეობით. ადგილობრივი შიიტური მილიციები ხშირად ისმენენ ირანის რეჟიმს, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება. შიგნით უნდა უარყონ შეთანხმების მცდელობა აშშ-სთან, თუმცა ომამდე პერიოდის უნდა გავიხსენოთ. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვაიკოფი ყოველდღიურად ესაუბრებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასე რომ არ არის გასაკვირი, რომ ახლა ისევ საუბრობენ. მაგრამ ტრეი ეს დაზვერვის უფროსი ხატიბი ორმაგ როლს ასრულებდა. ის იყო დაზვერვის მინისტრი და ნაწილობრივ ექვემდებარებოდა რევოლუციურ გვარდიას, IRGC-ს. ის ხელმძღვანელობდა მიმდინარე თავდასხმებს და ხელოვნურ ინტელექტსა და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს. ახლა არის ვინმე მის ქვემოთ ამ როლში. ირანელები ემზადებოდნენ, რომ მათი ლიდერები შესაძლოა თავდასხმის სამიზნეები გამხდარიყვნენ. არიან მზად ადამიანები, რომ ეს პოზიციები დაიკავონ. თუ ამ პიროვნებების სისხლი ან ბიოგრაფიებს გავითვალისწინებთ, ეს არსებითია. რადგან მთელ მსოფლიოში ირანის სახელით მოქმედი მძინარე უჯრედები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს ჩადიან, პირდაპირ მითითებებს იღებენ ისეთ ადამიანებისგან, როგორიცაა ისმაილ ხატიბი. ამ ოფიცერმა მითხრა და ახლა წაგიკითხავთ ციტატას მაღალი რანგის ისრაელის ოფიციალური პირისგან. ამ კაცს ამერიკელების სისხლი ედო ხელზე. მისი ქსელი ემიზნებოდა მოქმედ და ყოფილ აშშ-ის ოფიცრებს, მათ შორის დონალდ ტრამპს. და კიდევ ერთხელ, ეს აჩვენებს, რამდენად საშიშები არიან ეს პირები. მათ შეიძლება გადასცენ ეს საქმე სხვა ოფიცრებს თეირანში, რომ გააგრძელონ საქმიანობა და დიდი ალბათობით ასე მოიქცევიან. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა Fox News უთხრეს, რომ ეს ნადირობის მცდელობაა. ოფიცრებზე ნადირობენ და მოკლულებს ცოცხლებით ცვლიან. ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის აგენტები ყოველდღე დასდევენ მათ. თუ ინტერნეტს დაუკავშირდებიან, ეს ნიადაგს ამზადებს, რომ ირანის ხალხი აჯანყდეს, როცა წარმატების შანსი ექნებათ. საბოლოოდ რიგში მდგომები ითქვიან, ეს სამსახური არ მინდა, მაინც მოვკვდები. იმედია. დიდი მადლობა. ჩემო ძურფასო ტრეი, ეხლა ვესაუბრებით სტივ ჰარიგანს, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზეა და მოგცემს დეტალებს პრეზიდენტის ნატოსთან ურთიერთობის გავლენაზე ოპერაციაზე. სტივ ბრაიანი პრეზიდენტი საუბრობს, როცა ირანელები ხორმუზის სრუტეში ირანულ პოზიციებზე თავდასხმებს აძლიერებენ. საჰაერო ძალები რეგიონში იყენებს GPS-ით მართვად 5000 ფუნტიან ანტიბუნკერულ ბომბებს, რომელსაც წინააღმდეგო რაკეტების წინააღმდეგ. ბოლო 24 საათში განადგურდა მიწაში ან გამაგრებულ ადგილებში დამალული სამიზნეების ნაწილი, როგორც თქვენ თქვით. პრეზიდენტმა ნატოს მოკავშირეების სრუტის ღიად შენარჩუნების მხარდაჭერის ნაკლებობისთვის გააკრიტიკა. აი პრეზიდენტი ტრამპი, ძალა. ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, სინამდვილეში საერთოდ არ გვჭირდება. ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო შეიარაღებული და საჰაერო ძალები. ახლა არც ერთი არ აქვთ. ვფიქრობ ნატო შეცდომას უშვებს. ოლომ დიდი ხნის წინ თქვა, მაინტერესებს ნატო ჩვენთვის იქ იქნებოდა თუ არა. ეს დიდი გამოცდა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ისინი არ დაბჭირვებია, მაგრამ ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი უკრაინას რუსეთთან ომში დახმარების სახით გაუგზავნა. ევროპამ ირანთან კონფლიქტში ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები არ მიაწოდა. სიტყვას ისევ თქვენ გადმოგცემთ. დიდი მადლობა, სტივ. ამასობაში უბრალოდ რომ დავამატო იმას, რასაც ის ამბობდა. ამ დროისთვის საფრანგეთმა თქვა, დიახ, ჩვენ მივირებთ მონაწილეობას მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დასრულდება. არ გჭირდება, მადლობა. ლინცი გრეჰემი ამბობს, პრეზიდენტი ასეთი გაბრაზებული მხოლოდ მაშინ იყო, როცა იაპონიამ და სხვებმა თქვეს, ამას არ გავაკეთებთ თქვენი დაცვისთვის. ისინი იტყოდნენ, რომ მომზადება სჭირდებათ. ახლა კი ჩვენ გვარტყამენ, მაგრამ შენ უნდა მოემზადო დაზვერვის მიზეზების გამო. ამას არ გეტყვით. ბოლო 40 წლის განმავლობაში ნომერ პირველი საფრთხე აქ არის. თქვენი მთელი ნავთობი იქიდან მოდის და თქვენ ამას ხედავთ და როგორ აპირებთ ამით სარგებლობას. ეხლა შენ. შემეძლო მეთქვა, ჩემს ესკადრის ნაღმოსნებს ამის აღჭურვას რამდენიმე დღე დასჭირდება. ვიგებ, მაგრამ მოკავშირეზე უარის თქმა. შეგვეძლო წავსულიყავით, იქ ნავთობის 3% მოდის. ვინ არიხდის იაპონია, ევროპა, რეგიონული მოკავშირეები, რამდენსაც იაპონია იღებს 90-ს. ღირს აღინიშნოს, რომ ყოველთვის ასე არ ყოფილა. პრეზიდენტმა ზეწოლა მოახდინა ამ ქვეყნებზე, რომ ბაზებზე საწვავი შეგვევსო. აქედან დაიწყო ყველაფერი და მათი უარყოფა გააღიზიანა ისინი.
დაახლოებით ასე იყო. თქვენ ომში არც დახმარებას, არც ჩართულობას, არც საჯარო მხარდაჭერას არ გვთავაზობთ. ეხლა ამას გამოცდისთვის იყენებს. შეხედეთ სახმელეთო ოპერაციებს. ისრაელელები და აშშ-ის მთავრობას დახმარება არ სჭირდებათ. ჩვენ მათ ვანადგურებთ, მაგრამ ეხლა ეს გამოცდაა. ეს ქვეყნები, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას, E não esquecemos as tropas. უჭერთ მხარს მათ, ვინც ქვეყნისთვის გარეთ იბრძვის.